გამარჯობა, მოგესალმებით. ვიწყებთ ჩვენს მორიგ პირდაპირ ჩართვას. სანამ ეს შეტყობინება მივა ჩვენს ყველა მსმენელთან, პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ სჭირდება ხოლმე 1-2 წუთი, მე ვისარგებლებ. ამ შემთხვევით მცირე შესავალს გავაკეთებ, მათთვის ვინც შეიძლება პირველად აღმოჩნდა დღეს ამ პლატფორმაზე. ეს არის პლატფორმა მშობლის კივრი, როგორც სახელწოდება მიგანიშნებთ, ალბათ პირველ რიგში მშობლებისთვის არის განკუთვნილი. მე გახლავართ თამთა საამიშვილი, ფსიქოლოგი, წარმოადგენ ორგანიზაცია მაგ ჯორჯიას, ასეთი ტიპის ჩართობის დროს ვასრულებ ფასილიტატორის ფუნქციას. თქვენის მიბართვით, თქვენ კითხვებს, კომენტარებს ვუზიარებ ხოლმე ჩვენს მოწვეულ სტუმრებს და ისინიც ყოველთვის ამომწურავ პასუხებს ცემენ მსმენელებს, რამდენადაც რა თქმა უნდა ეს ფორმატი იძლევა შესაძლებლობას. აი პირდაპირ ჩართობის უკვე საკმაოდ დიდარი ვიდეოთეკა დაგვეგროვდა, თუ კი გადაავლებთ თვალს და გირჩევთ რომ გადაავალოთ თვალი, აღმოაჩენთ რომ არის ჩანაწერები პედიატრებთან, ფსიქოლოგებთან, ენისა და მეტყველების თერაპევტთან, მშობლებიც არაერთხელ ყოფილან ჩვენი სტუმრები, თუ კი რაიმე საგანმანათლებლო რესურსი იქნება ამის შესახებაც საუბრობთ ამ პლატფორმაზე. და მათ შორის გვაქვს ასეთი სერიათა ეს ციკლი, რომლის ფარგლებშიც ვიწვევთ ხოლმე ადვოკატებს და დღესაც ზუსტად აი ამის გაგრძელება ჩვენ დღევანდელი ჩართვა. დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ანა არგანაშვილი. ანა, მოგესალმებით. გამარჯობა. პირველ რიგში ჩვენი გუნდის სახელით გიხდით მადლობას დღეს აქ ჩვენთან ყოფნისთვის და ყველა იმ სხვა ჩანაწერისთვის, რომელიც ვახსენეთ და ძალიან ინფორმატიულია. და სანამ დღევანდელ თემაზე გადავალთ, ჩვენ მსმენელს ვეტყვი, რომ ხშირად გვეკითხებიან, რომ ამ ჩანაწერის ამ ვიდეო ჩართვის ჩანაწერი დაიდება და შეგიძლიათ მოგვიანებით ნახოთ, მაგრამ ერთი ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ჩვენთან ახლა პირდაპირ ეთერში ყურებას, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ კითხვები და მე სიამოვნებით წავუკითხავ ანას ამ კითხვებს და აქვე შეგეძლებათ რომ პასუხები მიიღოთ. შეამჩნევთ ალბათ რომ ჩვენი ჩართვა ითარგმნება ჟესტურ ენაზე, ამისთვის მადლობა ლეკუნა ჯაფოშვილს. აი ეს იყო ის მცირე შესავალი, რომელიც მინდა და გამეკეთებინა და როგორც ხედავ, უკვე მსმენელები შემოგვიერთდნენ და შეგვიძლია დავიწყოთ პირდაპირ. ანა, პირდაპირ თქვენ გთხოვთ, რომ დღევანდელი თემა წარადგინოთ. რაზე გვექნება საუბარი? გავაცნობ ჩვენს მეც მოგესალმები, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღეს მარტო იქნებ, მეორე ანა არ არის, ამიტომ დიალოგის ბევრი საშუალება გვექნება. დღევანდელი თემა არის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტები. ეს თემა შემთხვევით არ შეგვირჩევია. როგორც იცით, ახლა მიმდინარეობს სახალხო დამცველის შერჩევა საქართველოში, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს ადამიანის უფლებების ეროვნულ ინსტიტუტს, ოღონდ ჩვენთან ქვეყანაში გვია სახალხო დამცველი. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები ძალიან აქტიურად არ არიან ჩართული ამ არჩევნების პროცესში, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ რეალურად ეს ადამიანი, ვისაც აერჩევენ, შემდეგი 6 წელი ძალიან ბევრ რაღაცას გააკეთებს, ან შეიძლება ვერ გააკეთოს და ჩვენი ბავშვების ცხოვრებაზე ექნება პირდაპირი ზეგავლენა. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, რა არის სახალხო დამცველის როლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დაცვაში და კიდევ უფრო მეტად როგორ უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რასაც გვაძლევს კანონი. ძალიან ხშირად არ არის ხოლმე ეს ცოდნა და ვერც იყენებენ. დავიწყოთ თავიდან. ვინ არის სახალხო დამცველი? სახალხო დამცველი რეალურად შეიძლება ერთი ადამიანი წარმოვიდგინოთ, ამ წუთში არის გაუტო ნინო ლომჯარია, ძალიან აქტიური სახალხო დამცველი შიშილო პირთა უფლებების კუთხით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანის უკან დგას დაახლოებით 200-მდე სხვა ადამიანი, რომელთა ერთადერთი, ასე ვთქვათ, მოვალეობა და სურვილი არის ის, რომ დაიცვან ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით შიშიმო პირების უფლებები. ახლა თქვენ რო წარმოიდგინეთ 200 ადამიანი, როდესაც 200-მდე ხან ნაკლები, ხან მეტი, 200-მდე ადამიანი, როდესაც ზრუნავს თქვენი შვილის უფლებების დაცვაზე, როგორ შეიძლება რომ ეს საშუალება არ გამოიყენა. მოდით, აბა კითხვები დავსვათ დაახლოებით, რა კითხვა შეიძლება ქონდეს ჩვენს მაყურებელს. პირველი კითხვა ალბათ იქნება, რატომ სახალხო დამცველი და არა მაგალითად პოლიციას დაურეკავას 12-ზე? ან სასამართლოში წავალ, მასწავლებელს ვეწყვის სკოლაში თუ რამე მჭირდება, ან მერიაში წავალ. ეს ძალიან კარგი კითხვაა და აქვს პასუხი.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა უწყებას გააჩნია თავისი როლი, აი პოლიცია მაგალითად დამნაშავეს დაიჭერს, ხო? მერია გამგეობა გადაგიჭრის პრობლემებს, მაგრამ თუ ეს უწყებები თავის მოვალეობას არ ასრულებენ, აი სახალხო დამცველი უკვე ამის ზედამხედველობას აკეთებს. ანუ თქვენ თუ უკვე მიმართული გაქვთ პოლიციისთვის, მერიისთვის, განათლების სამინისტროსთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რა ვიცი, საგარეო საქმეთა, ვინც არ უნდა იყოს, აი ვინც ყავს მთავრობის წარმომადგენელი სახელმწიფო უწყებები, მათ თუ უკვე მიმართეთ, არ გააკეთეს, რაც თქვენი აზრით ევალებოდათ ბავშვის უფლებებისთვის, აი მე მიდიხარ სახალხო დამცველში და ვუბნები, რომ მან არ გააკეთა, რაც ევალებოდა. გთხოვ ზედამხედველობა გაუწიო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, იმიტომ რომ ხანდახან ჩვენს მშობლებს გონიათ, რომ მივმართე გამგეობას, თქვა უნდა შევხედოთ, ხო? პირიქით, იმის ზედამხედველი გარკვეული კუთხით შეიძლება იყოს სახალხო დამცველი. ეხლა შემდეგი კითხვა იქნება, რატომ? ვინ მისცა ეს უფლებამოსილება, ხო? ეს უფლებამოსილება სახალხო დამცველს მისცა ჩვენმა კონსტიტუციამ. ნახეთ, როგორი საინტერესო საკითხია. ანუ ყველა სხვადასხვა ორგანო, აი მაგალითად, თქვა სკოლამ რამე რო არ გააკეთა, თქვა რომელიმე სიპმა რამე არ გააკეთა, ხო? მას ყავს ზემდგომი. აი სახალხო დამცველს ზემდგომი არ ყავს. ანუ ვერავინ საინტერესო საკითხია, თუ კი სახალხო დამცველი ხო, ესეც საინტერესო საკითხია, ხო, რომ თუ კი რომელიმე უწყება არ აკეთებს შესაბამის რეაგირებას, მიმართავთ სახალხო დამცველს, ხო? გვიწყდება მგონი. ხო. ეს ტექნიკური ხარვეზები. კი, ნამდვილად ტექნიკური ხარვეზია, მაგრამ არა უშავს გამოსწორება. კითხვა რო გამემეორე შეიძლება. ხო, ანუ თუ კი რომელიმე უწყება არ აკეთებს შესაბამის რეაგირებას, მიმართავთ სახალხო დამცველს, ხო? და ესეც საინტერესო იქნება, აი შეიძლება იმას კითხვა გაუჩნდეს, როგორ უნდა მიმართოთ. კარგი იქნება, რომ აუცილებლად ეს პროცედურა რას მოიცავს და აქვე მეორე რო ახსენე, რომ სახალხო დამცველს აღარ ყავს ზემდგომი და თუ სახალხო დამცველი არ ახდენს შესაბამის რეაგირებას, ასეთ შემთხვევაში დასვაკეთებს. ძალიან კარგი კითხვები. აქვე უპასუხოთ, რომ აუდიტორიას თუ ეს კითხვა გაქონდა გაიგო პასუხი. პირველ რიგში როგორ მივმართოთ? აი სახალხო დამცველი არის ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო მე ვიტყოდი მეგობრული ორგანო. ყველანაირად უნდა მივმართოთ. Facebook-ზე მიწერა გინდათ? Facebook-ზე მიწერეთ, აუცილებლად გიპასუხებენ. აი სხვა უწყებები არ გიპასუხებენ ხანდახან. ეს გიპასუხებს. იმეილით მიწერა გინდა ვიწერე. ასევე ცხელი ხაზი აქვს 24 საათი ჩართული, 14:91 და ნებისმიერ წუთში შეგიძლიათ დაურეკოთ. შეგიძლიათ ოფისში მიაკითხოთ და განცხადება იქ დატოვოთ. ჩვეულებრივი ტელეფონით დაურეკოთ და ასე ეურთიერთოთ. ანუ სახალხო დამცველი ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი არის, ვიდრე ნებისმიერი სხვა. არც ფულია გადასახდელი, არანაირი არასდროს, მათ შორის არის ტელეფონზე. ანუ ბარიერი არ უნდა იყოს თქვენსა და სახალხო დამცველს შორის. ოღონდ კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ, რომ ნინო ლომჯარია უშუალო სახალხო დამცველი, მაგრამ მის ზურგს უკან რამდენიმე ათეული ადამიანი დგას. ამიტომ ყველა ის ადამიანი, როდესაც თქვენ გესაუბრებათ, იგივეა, რაც ნინო ლომჯარია გესაუბრებოდეთ. ანუ ნდობა ისეთივე უნდა გქონდეთ. ეხლა მეორე კითხვა, ძალიან კაი კითხვა იყო. თუ სახალხო დამცველი ვერ დაიცავსო ჩემს უფლებებსო, მაშინო რა მოხდა? ეს ძალიან კარგი კითხვა და უნდა უპასუხოთ გულწრფელად. სახალხო დამცველის ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება სასამართლოში არ საჩივრდება, ანუ ვერ წავალთ და ვერ გავასაჩივრებთ. სახალხო, ანუ როგორც იურისტები ვამბობთ, ანგარიში ვალდებულია პარლამენტთან. წელიწადში ერთხელ მიდის და ეუბნება რა გააკეთა, რა ვერ გააკეთა. აი რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ყველაფერს ისმენს და შეიძლება თქვენი საქმე, რომელიც ვერ გადაჭრა, ისეც იქ მოხდეს ამ საპარლამენტო ანგარიშში. მაგრამ აქ ერთი საინტერესო საკითხია, რაც უნდა ვიცოდეთ. სახალხო დამცველს თავად ყოველთვის უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროთ. თუ კანონი არ უშლის ხელს, ან რაღაც არ უშლის ხელს, როგორც არის მაგალითად შეიძლება გავრცელებული პრაქტიკა იყოს და სასამართლოში წასვლა ჭირდებოდეს საქმეს. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც არაფერი ხელს არ უშლის, აუცილებლად დაგეხმარებათ. ასევე აქვს შიდა ხარისხის მართვის მექანიზმი. ანუ თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე დეპარტამენტი ვერ დაგეხმარათ, მაშინ ყოველთვის შეგიძლიათ, რომ ხარისხის მართვა მოითხოვოთ. ანუ უკეთესი ხარისხით დახმარება. ანუ
სახალხო დამცველთან რაც ჩემთვის არის ცნობილი არ დამდგარა საკითხი რომ ვინმე უკმაყოფილო იყოს რომ არ დაეხმარა შეიძლება ვერ დაეხმაროს იმიტომ რომ რაღაცა ჩანაწერი ხელს უშლიდეს აი ამ შემთხვევაში უკვე თქვენი საქმე აუცილებლად პარლამენტის წინაშე გაჟღერდება რომ ესა და ეს კანონი არ მაძლევს საშუალებას დავეხმაროთ მაინც უფრო მაღალი დაცვის გარანტია თქვათ ვიდრე სხვა უწყებები სადაც შეიძლება არაფერი არ უშლიდეს ხელს მაგრამ უბრალოდ გითხრან რომ იცით რა ამ წრის რესურსი ამოიწურა ესეთ რაღაცა სახალხო დამცველისგან ვერ გაიგებთ გავაგზავნოთ ხო ახლა რა დროს შეიძლება რომ მივმართოთ მე მინდა ჩამოვთვალო იმიტომ რომ ძალიან ხშირად შიშიმ ბავშვების მშობლები ფიქრობენ ხოლმე რომ აი იშვიათ შემთხვევაში და პირიქით ხშირ შემთხვევაში უნდა მივმართოთ აი ნებისმიერი პრობლემა რაც ეხება ბავშვს მაგალითად სკოლაში არ დაუნიშნეს ასისტენტი მაგალითად სკოლაში ვერ იარა მაგალითად არ აქვს ტრანსპორტი მაგ ყველაფერზე აუცილებლად უნდა მიმართოთ სახალხო დამცველს გარდა ამისა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რომ სახალხო დამცველს აქვს ხელშეშლის გარეშე ნებისმიერ შენობაში და დაწესებულებაში შესვლის ასე ვთქვათ შესაძლებლობა კანონი აძლევს ამის შესაძლებლობას ახლა ეს რას გვეუბნება აი მაგალითად ციხეში თუ ვინმე პატიმარია და ვფიქრობთ რომ მისი უფლებები ირღვევა სახალხო დამცველს თუ მივაწვით ინფორმაციას შევა და ნახავს ჩვენ უნდა ვიცოდეთ ასევე რა მოვითხოვოთ სახალხო დამცველისგან ხო ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ თქვათ პატიმრის უფლებები თუ დაირღვა ამის შესწავლა შესვლა პატიმართან გასაუბრება ან მისი საკვების შემოწმება ან მისი ჯანდაცვის შემოწმება ნებისმიერ ადგილას სახალხო დამცველს შეუძლია შესვლა ასეთი ნებისმიერი ადგილი არის საავადმყოფოც აი ძალიან ხშირად ვთქვათ რომ საავადმყოფოში თავი ვიგრძენი ვთქვათ არ იყო ისეთი მომსახურება და მე ვიყავი თქვათ საწოლში და ვერც ვერ ვაკეთებდი ანუ დახმარებისთვის ვერ მივმართე ხო აი სახალხო დამცველს შეუძლია ამ დროს საავადმყოფოში შემოსვლა მე მაქვს გამოცდილება როდესაც კარანტინში ვიყავი კოვიდის დროს და ფაქტიურად ყველაფერი გაჩერებული იყო სახალხო დამცველის წარმომადგენლები მაინც ეკეთებდნენ ზედამხედველობას ზოგან მიდიოდნენ თვითონ სპეცაღჭრილობით ზოგან ტელეფონით ანუ სახალხო დამცველი იყო ერთადერთი ვინც შემოვიდოდა კარანტინში მეტი ვერავინ ვერ შემოვიდოდა და მას უარს ვერ ეტყოდნენ ასეთივე მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი სხვა ფუნქციებიც აქვს სახალხო დამცველს აი რომ წავიკითხოთ კანონში როგორ არის ხო მაგალითად თუ სასამართლო განხილვის პროცესში რაღაც დარღვევა იყო და არა სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ აი პროცესში დაერღვა რაღაც უფლებები. ამ დროს ერთ შეგვიძლია მივმართოთ. ასევე შეგვიძლია სახალხო დამცველს უთხრათ, რომ აი რაღაც კანონქვემდებარე აქტი ჩვენი აზრით არ შეესაბამება ან კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციას. ამაზე შეგვიძლია მივმართოთ, რომ საკონსტიტუციო საქმე დაიწყონ. ასევე უნდა ვთქვათ, რომ სახალხო დამცველი არის გაეროს შიშიმ პირთა კონვენციის ზედამხედველი ორგანო. ახლა ეს რას ნიშნავს, რომ შიშიმ პირებისთვის რა უფლებებიც არის ამ კონვენციაში, ისინი როგორ სრულდება, ამას სახალხო დამცველი ამოწმებს. ნახეთ, აი რამხელა ძალაუფლებაა, ხო? აი არა მარტო ის, რაც ჩვენს კანონში წერია და ხდება, არამედ ისიც, რაც უნდა ხდებოდეს. შეიძლება დღეს ჩვენ არა გვაქვს ის საკითხები მოგვარებული, რაც კონვენციაში წერია და თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ აბა როგორ მოვითხოვ, ხა ჯერ არ დაუწყეთ ამის დანერგვა. აი მაგალითად, აი პირობითად ვთქვათ, მშობლებს ჩვენ ვიცით, რომ ჭირდებათ ხანდახან გადაწვისგან დაცვა, ხო? ანუ როდესაც უვლიან შიშიმ ბავშვებს იწვევენ. ჩვენ არ გვაქვს ესეთი მომსახურება, რომ აი 2-3 დღე დაასვენან. ახლა თქვენ იფიქრებთ, რომ ხან მომსახურება არ გვაქვს, აბა ვის მივმართო? რახან ასეთი მომსახურება თავისი არსით გათვალისწინებულია კონვენციაში, ანუ სხვა ქვეყნებში რახან არის და მაღალი სტანდარტი ითვალისწინებს, რომ გქონდეს, მიმართეთ სახალხო დამცველს და უთხარით, რომ კონვენცია არ სრულდება, რადგან ეს ახალი მომსახურება ჩვენთან დღემდე არ დაინერგა. ხო, საინტერესო შესაძლებლობა არა მარტო ის, რაც გაქვს, არამედ რაც უნდა გქონდეს და არ გაქვს, ასევე შეიძლება ამაზე დაწერო საჩივარი სახალხო დამცველი. საინტერესოა ესე ანა, თუ არის ამის პრეცედენტი ჩვენთან. აი, აქეთია საქმე, რომ სახალხო დამცველი ყოველ წელს აქვეყნებს, ვინ, ანუ სახალხო დამცველის შიგნით ახლა რა წარმოიდგინეთ, დაახლოებით 150-200 ადამიანი, ახლა ყველა ერთად აღშფო არ არის, არა? განაწილებულია.
რეგიონებში ყავთ თავიანთი წარმომადგენელი, ასევე თვითონ სახალხო დამცველის აპარატიც განაწილებულია. ყავს სპეციალური ბავშვთა უფლებების დეპარტამენტი მარტო ბავშვთა უფლებებზე. ყავს ქალთა და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი მარტო ამ საკითხებზე. ყავს სამოქალაქო პოლიტიკური უფლების დეპარტამენტი, თქვათ კულტურული უფლების და ასე შემდეგ. და ცალკე ყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტი. ჩემთვის ძალიან საწყენია, როდესაც ვნახავთ ხოლმე, რომ არც ისე ბევრი საჩივარი და მიმართვა შედის იქ. ანუ ეს ნიშნავს, რომ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა და ქვეყანაში ვერ ვიყენებთ, იმიტომ რომ თითო ბავშვს შეიძლება დაჭირდეს სახალხო დამცველის დახმარება წელიწადში 20 ჯერ და რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია უნდა მიმართავდეს. ესე იგი, ჩვენ ეს სფერო არ ვიცით და ამიტომ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. კი ბატონო, და სწორედ ამას ემსახურება ხეს დღევანდელი ჩვენი ჩართვაც, ხო? ზუსტად. კი ბატონო, კიდე ერთი სფერო მინდა აღვნიშნო. სახალხო დამცველი არის უნიკალური იმ კუთხით, რომ აი ხშირად ვიმეორებთ ხომ დისკრიმინაცია, ხო? ვინ უნდა დაადგინოს დისკრიმინაცია? ჩვენი კანონმდებლობით ორი გზა გვაქვს. თუ გგონია, რომ დისკრიმინაცია მოხდა, ანუ ვიღაცა უთანასწოროდ მოექცა ჩემს შვილს. და როგორ მივხვდეთ ეს უთანასწოროდ? ან რომ არ ყოფილიყო შეზღუდული შესაძლებლობის, ასე ხომ არ მოექცეოდა? ეს არის კითხვა, რაც უნდა დავუსვათ, თუ გვაქვს პასუხი, რომ არ მოექცეოდა, ესე იგი შეიძლება იყოს დისკრიმინაცია. ეჭვით დამებადოს, რომ ეს შეიძლება იყოს უთანასწორობა, დისკრიმინაცია, მე მაქვს ორი გზა. ან წავიდე სასამართლოში, ან წავიდე სახალხო დამცველთან. ეხლა თქვენ დამისვათ კითხვას, რომ რატო წავიდე სახალხო დამცველთან, თუ მაქვს სასამართლოს გზა. მარტივია ამაზე პასუხი. ნახეთ, სასამართლოში წასვლას უნდა მაინც დიდი რესურსი. რაღაცნაირად მტკიცებულებები უნდა შეაგროვო, მოწმეები უნდა მოიპოვო, დაწეროს არჩელი შეავსო, მერე პროცესებზე იარო, ადვოკატი თუ გჭირდება დაიქირავო, ან უფასო მოძებნო. ეს სასამართლო იწელება სამწუხაროდ, ვიცით, წელიწადზე მეტი. აი სახალხო დამცველთან მსგავსი არაფერი არ არის. შეიძლება მტკიცებულებები არ მქონდეს, იმიტომ რომ ვთქვათ, არ მაქვს გადაადგილების საშუალება, ვთქვათ, ეტლით ვარ, ხო? სახალხო დამცველი თვითონ მოიპოვებს ამ მტკიცებულებას. მე მთავარია მივმართო და ვუთხრა, რომ მე არ მაქვს შესაძლებლობა, რომ აი მოწმეები ვიპოვო, იმათ გამოვკითხო, გავიგო რა მოხდა, ამოვიღო რაღაცა აუდიო ჩანაწერი, ვიდეო ჩანაწერი, სოციალურ ქსელში მიმოწერა. ამ ყველაფერში გეხმარება სახალხო დამცველი. ამიტომ უფრო ადვილია, რომ მიმართო სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენაზე, ვიდრე სასამართლოს. მაგრამ აქ უნდა ერთი რაღაც დავიმახსოვროთ. ნახეთ, რა სიტყვობს სახალხო დამცველთან და რა სიტყვობს სასამართლოში. სახალხო დამცველს შეუძლია დაადგინოს დისკრიმინაცია მოხდა თუ არ მოხდა. აქვე არ დამაუწყდეს თქვა, რომ ყველაზე, ასე ვთქვათ, უახლესი ცოდნა აქვს სახალხო დამცველს დისკრიმინაციაზე. ყველაზე თანამედროვე ცოდნა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტრენინგები და ძალიან ბევრი პროფესიული გადამზადება აქვს და თვითონაც ძალიან ბევრი შეცნობია. ამიტომ დაადგენ სახალხო დამცველი, რომ დისკრიმინაცია მოხდა, მაგრამ სახალხო დამცველი ვერ დააკისრებს კომპენსაციის გადახდას. ამის უფლება არ აქვს. და ზოგადად სახალხო დამცველის ეს გადაწყვეტილებები არის სარეკომენდაციო ხასიათის. ანუ მაგალითად ვერ გამოიძახეს პოლიციას და ვერ ეტყვის, რომ აი მე ვთქვი, რომ ბავშვის დისკრიმინაცია მოხდა და როდესაც თქვა სკოლაში არ შეუშვეს ბავშვი. მოხდა დისკრიმინაცია და გავალებრივ შეუშვა. სამწუხაროდ ესეთი საშუალება სახალხო დამცველს არ აქვს. ანუ სარეკომენდაციოა მისი გადაწყვეტილება, მაგრამ ნახეთ რა ხდება. აი სახალხო დამცველის ეს რეკომენდაცია არის საუკეთესო მტკიცებულება ჩემთვის, რომ წავიდე მე სასამართლოში. მე სასამართლოში რომ წავალ იგივე საქმეზე, წავიღებ მე სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას და ვიტყვი, რომ იცით რა, ამაზე ძალიან კომპეტენტურმა ორგანომ უკვე იმსჯელა, დაადგინა, თქვა, დისკრიმინაცია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სასამართლო არ არის ვალდებული გაიზიაროს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ აი მთელი მარილიც ის არის, ხო? როდესაც ასეთი კომპეტენტური ორგანო ამდენს შეისწავლის, ამდენს მოიკვლევს, ამდენს იფიქრებს და დასკვნას დადებს, ეს დასკვნა როგორც წესი ისეთი ხარისხიანია, რომ
ამავე საკითხზე ძალიან ძნელია სხვა რაღაცა მოიფიქრო, ხო? იმიტომ რომ იქ ხო 200 ადამიანმა თუ 100 ადამიანმა ამაზე იშრომა, შესაბამისად ძალიან სასარგებლოა ხოლმე, რომ ჩვენ გქონდეს უკვე სახალხო დამცველის დასკვნა და ისე წავიდეთ სასამართლოში. ეს რა თქმა უნდა გარკვეულად ზრდის შანსებს, ხო? მომავალი გადაწყვეტილების მიღებაზე. თუმცა აქ არის ერთი სიფრთხილე, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ 1 წლის ვადა სასამართლოში მიმართვისთვის დისკრიმინაციაზე. 1 წლის ვადა თუ გავუშვით იმ მომენტიდან, როცა ჩვენ გავიგეთ, რომ დისკრიმინაცია შეიძლება მოხდა, ანუ განაროცა ყველაფერი დაამთავრდა და ზიანი მომადგა და მე რა ვიცი უკვე დავზიანდი და დრო გავიდა, არავითარ შემთხვევაში. იმ მომენტიდან, როცა მგონია, რომ დისკრიმინაცია მოხდა, 1 წელი უნდა ავთვალოთ და არ გადავაჭარბოთ ამ დროს. ახლა გიჩნდებათ კითხვა, სახალხო დამცველი რამდენი ხანი შეისწავლის ჩემ საქმეს? ეს ძალიან კარგი კითხვა. ხშირად სახალხო დამცველი ასწრებს ხოლმე, წელიწადზე ნაკლებ დროში შეისწავლოს და დადოს თავის დასკვნა და მაშინ ძალიან შვიდად კარგად წავალთ სასამართლოში. მაგრამ თუ ვერ მოასწრა, იმიტომ რომ თუ ბევრი საქმე მქონდა იმ პერიოდში, მაშინ შეგიძლიათ სახალხო დამცველს ვთხოვოთ, რომ აღარ შეისწავლოს დისკრიმინაციის კუთხით, ანუ კი არ დაადგინოს, არამედ მოამზადოს სასამართლოს მეგობრის, ანუ ამიკუს კურიეს დოკუმენტი. ეს არის მეორე საშუალება. ახლა რა განსხვავება? სასამართლოს მეგობრის დოკუმენტში სახალხო დამცველი არ წერს, მაგრამ მაინც ესა და ეს არის ესა და ეს, ანუ არ აქვს ეს მტკიცებითი ფორმა, მაგრამ ეს მსჯელობა, განხილვა, საერთაშორისო პრეცედენტების მოტანა, ყველაფერი იგივენაირად ხდება, ამიტომ სასამართლოსთვის მაინც ძალიან ინფორმაციურია ამ სასამართლო მეგობრის დოკუმენტის წარდგენა. აი კიდევ ერთი მიზეზი ეს არის, რის გამოც თქვენ აქტიურად უნდა მიმართოთ სახალხო დამცველს და მოითხოვოთ ეს უთანასწორობა, კი არ ჩაიაროს უბრალოდ, არამედ ასე ვთქვათ, შეისწავლოს დისკრიმინაციის კუთხით. უნდა გახსოვდეთ, რომ სახალხო დამცველი გიცავთ ამ პროცესში, ან თუ ვინმე შეგავიჭრავთ იმის გამო, სახალხო დამცველს მიმართეთ, ეს ისევ სახალხო დამცველს უნდა უთხრათ, იმიტომ რომ თქვენი დასჯა ამის გამო არის კიდევ ერთი კანონის დარღვევა, რაც მეც დაარღვევენ უარესი. ეს არის ძირითადი ფუნქციები, ახლა რაც მიმოვიხილეთ, როგორ გეხმარებათ სახალხო დამცველი, მაგრამ არის კიდევ ერთი საკითხი, რაც უნდა იცოდეთ. თქვენ თვითონაც შეგიძლიათ შეიტანოთ წვლილი იმაში, რომ სახალხო დამცველმა უკეთ იმუშაოს. თქვენ თვითონ გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, შეუერთდეთ ამ ინსტიტუტს. ახლა ეს რამდენიმე გზით შეიძლება. პირველ რიგში ალბათ უნდა ვთქვათ, რომ სახალხო დამცველში არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მრჩეველთა საბჭო, საკონსულტაციო ჯგუფი, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს გამოცდილება ამ სფეროში, აქვს ცოდნა შიშიმო პირთა საკითხებზე, შეუძლია თქვას, რომ მე მინდა ამ ჯგუფის წევრი ვიყო. მაშინ სახალხო დამცველი, აი რასაც გააკეთებს მომავალში, ან რაც გაუკეთებია ამ სფეროში, ყველაფერს ათანხმებს ამ ჯგუფთან. ნახეთ, რამხელა საშუალებაა. მე გუშინ თუ ვიყავი უბრალოდ ჭალებში ბენეფიციარი, ეხლა ვხდები სახალხო დამცველისთვის მრჩეველი, საკონსულტაციო ჯგუფის წევრი და ვეუბნები, რომ მე მგონი ჯობია ესე გამოვიყენოთ თქვენი შესაძლებლობა. აი თუ ვიცი რომ მაგალითად სადმე ირღვევა უფლება, ვთქვათ, რომელიმე სამავთყოფოში, რომელიმე ბავშვთა სახლში, რომელიმე მცირე საოჯახოში, აუცილებლად ვეტყვი, რომ ჩემი აზრით თქვენ უნდა შეისწავლოთ ეს საკითხი. ეს არის საკონსულტაციო ჯგუფის მონაწილეობაში ჩვენი ჩართულობა. სამწუხაროდ აქაც ვხედავთ ხოლმე, რომ როდესაც აცხადებენ ვაკანსიას, არ შედის ბევრი განცხადებები. მე თუ მკითხავთ, უნდა იყოს, რა ვიცი, ჭყლეტვა ამ შესაძლებლობაზე, ხო? იმიტომ რომ ძალიან ღია ეს კარი და უნდა გამოვიყენოთ. კიდევ არის სხვა შესაძლებლობები, თუ გნებავთ, განვიხილოთ. ხო, კიდე მაგალითად აი მე ვახსენე, რომ სახალხო დამცველი ასევე შედის დახურულ დაწესებულებებში, მათ შორის ვთქვათ ციხეებში. ამას უწოდებენ ხოლმე ეროვნულ პრევენციის მექანიზმს, პრევენციის წამებისა, ხო?
თქვენ ასევე შეგიძლიათ, რომ ეროვნული პრევენციის მექანიზმის ექსპერტი გახდეთ, თუ გაქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია. ვთქვათ, სამედიცინო ექსპერტები ყავს, ფსიქოლოგები ყავს, იურისტები ყავს, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სახალხო დამცველი ჩვენს ქვეყანაში საბედნიეროდ არის გამჭვირვალე ინსტიტუტი. ანუ ყველას შეუძლია მივიდეს და მონაწილეობა მიიღოს, დაეხმაროს ამ ფუნქციების განხორციელებაში. ხო ყველას შეუძლია რომ მიმართოს დახმარებისთვის. მათ შორის საზღვარგარეთიდან, აი ძალიან ხშირად გვიკითხებიან ხოლმე რომ საზღვარგარეთ არის და ვთქვათ ოჯახის წევრი აქ დარჩა და რა ქნეს. სახალხო დამცველს უნდა მიმართოს, იმიტომ რომ სახალხო დამცველი ძალიან კარგი ავტორიტეტით სარგებლობს. და აი როდესაც სახალხო დამცველი ეტყვის მაგალითად ვთქვათ ზრუნვის სააგენტოს გთხოვ, მიაქცევ ყურადღება ამ და ამ საკითხს. ამ და ამ ბავშვს. ან როდესაც პოლიციას რეკომენდაციას გასცემს, რომ პოლიციელებმა უფრო სხვანაირად უნდა გააკეთოთ რეაგირება, როცა ვთქვათ ეხება, რა ვიცი, ყრუს ადამიანს ან რაიმე დარღვევა ისე ახსოვს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს. ძალიან მაღალია ეს ავტორიტეტი და ჩვენ მოქალაქეებს შეგვიძლიათ, რომ მიზნობრივად გამოვიყენოთ ნებისმიერი დარღვევის დროს. კი ბატონო, რამე კითხვები ხომ არ გაჩნდა თან? ერთი თხოვნა მექნება, რომ ჩვენ მსმენელი ვინც გვადევნებს თვალს იცის, რომ მთელი სერია გვაქვს, ხო, უფლებების შესახებ, მაგრამ მაინც ეს კონკრეტული სიტუაციები ხომ არ აღწეროთ უფრო მეტად უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თემა რა შემთხვევაში შეიძლება მიმართოს. აი რამდენიმე უკვე ახსენე. ანა მაგალითად სკოლაში ასისტენტის დანიშვნა არ ხდება დროულად, როცა ბავშვს ეკუთვნის. აი რამდენიმე ესეთი კონკრეტული სიტუაცია რომ დავასახელოთ, შეიძლება ჩვენ მსმენელს კიდევ უფრო მეტად. ანუ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ, რომ სახალხო დამცველი არის საზედამხედველო ორგანო, ანუ თავდაპირველი ფუნქცია აქვს იმ სპეციფიურ უწყებას, ანუ თანამდებობისათვის ეკუთვნის მოგვარება, ანუ პირველად ხო სკოლაში წავა ეს ადამიანი, ხო? დაუნიშნეთ ჩემს ასისტენტს. აი თუ ის არ შეასრულებს, შემდეგ სახალხო დამცველი ძალიან ეფექტურად ერთვება და ამოწმებს შეასრულო თუ არა. ასეთი სიტუაცია შეიძლება მოხდეს მაგალითად ბავშვს ეკუთვნოდეს რაიმე დამხმარე საშუალება. ან ეწლი, ან გადაადგილების საშუალება, ან ნებისმიერი პროგრამა, რაც არის გამოყოფილი ბავშვზე და ვერ იღებს ბავშვს დახმარებას დროულად, ხო? ანუ პროგრამას აგვიანდება, დაფინანსება საკმარისი არ არის, უხარისხოთ მოდის, თქო დღის ცენტრში რაღაც პროგრამა არაადეკვატურად ხორციელდება. აუცილებლად უნდა მიმართოს სახალხო დამცველს, მანამდე უკვე ერთხელ მაინც უნდა ცადოთ, რომ თვითონ გამოვასწორონ და მე სახალხო დამცველს, თუმცა ჩვენ გქონია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეს არ აქვს იმდენი გაბედულება, რომ უშუალოდ სერვისის მომწოდებელს მიმართოს. შეიძლება პატარა სოფელია, ყველას იცნობს, რაღაცნაირად ეშინია რომ სხვანაირად შეხედავენ. ასეთ დროსაც უნდა მიმართოს სახალხო დამცველს და კონფიდენციალობა მოითხოვს. ანუ სახალხო დამცველი ძალიან უნიკალურია იმ კუთხით, რომ აი მაგალითად ჩვენ ვიცით რომ პოლიციას რომ მიმართო უნდა აუცილებლად დააფიქსირა სახელი და გვარი შენი, ხო? სახალხო დამცველი მაქსიმალურად გიცავთ, რომ თქვენ ან რამე ზეწოლის ობიექტი არ გახდეთ, ან ვინმე მარგი საყვედუროთ, ან რამის გამო არ დაზიანდეთ და კონფიდენციალობით დაიწყებს შესწავლას. არავის არ ეტყვის, რომ თქვენ მიმართეთ. ამიტომ ეს უხარხულება ეხლა ეს მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია. კი, ნამდვილად მნიშვნელოვანია და მე ყოველთვის მომყავს ხოლმე ერთი მაგალითი, რაც ცოტა ხნის წინ მომიყვეს სახალხო დამცველის თანამშრომლებმა. ცოტა ესეთი მაგალითია გული სამაჩუყებელი, მაგრამ ნამდვილი ამბავია. ამას წინათ დაუკავშირდა დახმარებისთვის ბავშვი, რომელიც იყო ძალადობის მსხვერპლი. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვებზე ძალადობა საკმაოდ მძიმე შემთხვევაა. მათ შორის ოჯახშიც, ხო, ხდება ხოლმე მძიმე შემთხვევები და ეს ბავშვი ურეკავდა, როგორც ჩანს უთხრა, რომ აბაზანაში იყო ჩაკეტილი. და ვერ გამოდიოდა იმ პერიოდში, არ ვიცი ეშინოდა თუ რა იყო და სახალხო დამცველის თანამშრომლები მანამდე მივიდნენ დასახმარებლად, მანამდე გაუშვეს დამხმარე ხალხი, სანამ ეს ბავშვი, ასე ვთქვათ, იქ იყო. ანუ უსაფრთხოებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. მე მგონი თამთა გაგვეთიშა, მაგრამ მე მაინც ვეცდები რომ გავაგრძელო ამ კონკრეტული სიტუაციების მოყოლა, ხო? ანუ
ვისაუბრეთ იმაზე, რომ განათლების პროცესში, ანუ სკოლაში თუ რამე მოხდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ, თუ ნებისმიერი პროგრამის განხორციელებისას რამე დარღვევა აუცილებლად უნდა მიმართოთ, ბავშვებმა უნდა მიმართონ, თუ ძალადობის მსხვერპლი არიან, იმ წუთში დაარეკონ 14-91-ზე და ყველანაირად შეეცდებიან, რომ აი მაქსიმალურად დაცული იყოს ბავშვი ამ შემთხვევაშიც. ქუჩაშიც თუ რამე ხდება, შეიძლება ვერ გავბედო თქვა მიმართო პოლიციაში, სახალხო დამცველს მიმართო. არც ამაზე გეტყვიან უარს. ანუ როგორც აღნიშნეთ, ძალიან მეგობრული და ადამიანებზე ორიენტირებული ინსტიტუტია. მაგრამ ეს რო ასე გაგრძელდეს, შემდეგი 6 წელი აქვს მნიშვნელობა ვის აერჩევენ სახალხო დამცველად. ხო, ანუ სამწუხაროდ პიროვნებები მაინც გარკვეულწილად წყვეტენ ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ძალიან კარგი იქნება შიშიმ ბავშვების მშობლებმაც იაქტიურონ დასვან შეკითხვები და თქვან როგორი სახალხო დამცველი უნდათ, გამოხატონ თავის სურვილები, აი მაგალითად შიშიმ პირთა უფლებები ისევე აქტიური უნდა იყოს როგორც აქამდე თუ სხვა უფლებები იყოს უფრო აქტიურად. ეს თქვენზეა დამოკიდებული და თქვენ აქტიურობაზეა დამოკიდებული მომავალი კანდიდატები რამდენად მიაქცევენ ყურადღებას შიშიმ პირთა უფლებებს. ახლა თქვენ გაგიჩნდებოდ კითხვა, რომ რატო არ უნდა მიექციონ? იმიტომ რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა. იმიტომ რომ სხვა ჯგუფებსაც ჭირდება დახმარება და რესურსი ყოველთვის შეზღუდულია, ხო? ამიტომ ასე თუ ისე ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ, შევახსენოთ ყველა უწყებას, ამ შემთხვევაში სახალხო დამცველს და მომავალ სახალხო დამცველებს, რომ შიშიმ პირთა უფლებები ისეთივე პრიორიტეტად დარჩეს, როგორც აქამდე იყო. მე მაგალითად სახალხო დამცველის აპარატში მუშაობდი დაახლოებით 2007-8 წლიდან, ძალიან დიდი ხნის წინ და მანამდე შიშიმ პირებზე ფრაგმენტული იყო მუშაობა და მე რო დავიწყე მუშაობა, მაშინ გაჩნდა პირველი ცენტრი, შიშიმ პირთა უფლებების ცენტრი. შემდეგ გაიზარდა ეს და გახდა დეპარტამენტი, მაგრამ არავინ იცის, ხო, რა იქნება ხვალ. ამიტომ მე მართლა მოგიწოდებთ სამოქალაქო აქტიურობისკენ, რომ გამოხატოთ თქვენი სურვილები და თქვენი მოთხოვნები და მოლოდინები მომავალი სახალხო დამცველის მიმართ და რაც თავარია, როდესაც აირჩევენ, ჩაერთვოთ მის მუშაობაში, იყოთ წევრები, მოითხოვოთ, რომ საკონსტიტუციო საბჭოში გაერთიანდეთ. ყოველთვის მიუთითოთ და მოითხოვოთ, როგორ გინდათ იყოს დაცული თქვენი შვილის უფლებები. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ანა. ამ ეტაპზე ჩვენ მსმენელს კითხვები არ აქვს, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე და იცით ალბათ, რომ მოგვიანებით როდესაც ნახულობს ჩვენი მსმენელი ამ ჩანაწარს, მერე მოგდის ხოლმე კომენტარები, კითხვები, ზოგჯერ ეს პირადი შეტყობინებების სახით და თქვენის ნებართვით დავუპირდებით ჩვენ მსმენელს, რომ ამ კითხვებს მოგაწვით მოგვიანებითაც და ვიცი, რომ დაზარდებით ნამდვილად და გასცემთ ამ უწურო პასუხს. ძალიან დიდი მადლობა. თამთა დავამატებ თუ შეიძლება. ერთმა მშობელმა მითხრა, რომ სამწუხაროდ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ჩამიწერაო, რომ არ მაქვსო მშობლის შესაბამისი უნარები და ცოდნებიო და იცით რას ეკეთებს? მშობლის კითხავს უსმენს. მე მგონი ადრეც მოყევი. ოღონდ აი მართლა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ერთადერთი საშუალება რაც ვიპოვეო, მარტო მშობლის კივრია მთელ ქვეყანაში დავჯექი და ყველაფერს მოусმინეო, თუ რამე მაკლდაო, ყველაფერი შევევსეო და მე მგონი საუკეთესოა, რასაც აკეთებს. მშობლობაში ეხმარებით. არ ვიცი, არ მაფიქრდება ახლა ამაზე უკეთესი რა შეიძლება და მოესმინა ჩვენს გუნდს, არ ვიცი, უღრმესი მართლა ესეთ გულისამაჩუყებელი, უღრმესი მადლობა მთელი ჩვენი გუნდის სახელით და თუ რაიმე წვლილი შეგვაქვს აი ამ მიმართულებით. ძალიან გვეხარია და მადლობა ანა და ჩვენს სხვა სტუმრებს, ვინც ამ ხრივ თანამშრომლობენ ჩვენთან. უღრმესი მადლობა, მადლობა ლიკუნა ჯაფუშვილს, რომელსაც უზრუნო თარგმანი ჟესტურ ენაზე და დღეისთვის ამით დაგემშვიდობებით, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ყველას. ნახვამდის. ნახვამდის.